მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. დიდება ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები აღმესრულებინა სამთო ლიტურგია და ვზიარებულიყავ ჭეშმარიტად პატიოსანსა სისსა და ხორცსა უფლისა მთისა და მაცხოვრის ჩვენისა იესო ქრისტეს. ყველას გულითადად მოგილოცავთ ღირსი და ღმერთ შემოსილი მამის ანტონი დიდის ხსნების დღეს. ჩვენს ერში სამრევლოში როგორც ყველა დანარჩენი მასზეც ცოტა არის ცოდნა მისი მნიშვნელობის შესახებ. ქრისტიანი ადამიანი ზოგადად ეკლესიის ისტორიაში და შემდეგ კიდევ ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაში. ახლა მე შევეცდები უბრალოდ მისი ღვაწლი წარმოჩინდეს ისე, რომ ჩვენ ვიხვდეთ უბრალოდ ანტონი დიდი და მისნაირი მოღვაწეები ან ზოგადად წმინდანები რას აკეთებდნენ ზოგადად სამყაროში. პირველი რაც არის, საიდანაც შეგვიძლია ჩვენ დავიწყოთ. აბა პირველი ეს გავიგოთ. ადამიანი რასაც ეხება, ყველაფერს ცდილობს გარდაქმნას ადამიანმა. ანუ ყველაფერს რასაც შეეხება, თავისი ხელი უნდა დაატყოს, თავისი ყოფილი უნდა დაატყოს. ეს არა მხოლოდ ფიზიკური შეხებით, არამედ გონებითაც. მე როდესაც ვფიქრობ რაღაცაზე, ადამიანური ფიქრია ჩემი და ყველაფერს ვანიჭებ ადამიანურ აზროვნებიდან გამომდინარე ფორმებს. ანუ ფორმებს ქმნი ადამიანს. უფრო მეც გეტყვით. და როგორიც არის ადამიანის სინამდვილეში, ისეთ ფორმებს ანიჭებს ყველას. გახსოვთ, რომ ვერი ფიქრებს სხვაზე ისეც, თუკი შენ თვითონვე შთანბეგი ფიქრებია როდის. თუკი ადამიანში შინაგანი საუნდე კეთილი არის, მაშინ შეუძლებელია მან იფიქროს სხვაზე ცუდი. და თუკი ადამიანის ცხოვრებაში შინაგანი მისი სამყარო არის ცუდი, მაშინ თავისთავად მისი აზროვნებითი კატეგორია არის ასე. ის რო შეხედავს დაინახავს ადამიანში, რომ შეიძლება ეს მოღალატებდეს. მას შეუძლია დაინახოს ადამიანში უამრავი ბროტება, რატომ? იმიტომ რომ საკუთარ თავში უშვებს იმას, რომ ასეთი ადამიანი შეიძლება არსებობდეს და არის. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ პირველი კატეგორია რაც არის, გახსოვდეთ, მინდა წარმოსახოთ წმინდანების მთავარი რამ. ჩვენი გონების მდგომარეობა და ჩვენი გულის მდგომარეობა, ჩვენი გულის ზრახვები, ჩვენი ფიქრები, ჩვენი ხედვა ზოგადად და ჩვენი შეხებაც კი ამ მატერიალურ სამყაროზე, რანაირია ეს და როგორი იყო მათი. ანუ ისინი ჩვენაირი ადამიანები, ისინიც ფიქრობდნენ, ისინიც აზროვნებდნენ, ისინიც ეხებოდნენ რამეს და გარდაქმნიდნენ მას ადამიანურ მომენტში. ეხლა მთავარი რა არის? ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი არის ის, რომ ადამიანმა, ადამიანი ამ განცდით, რომ მე ყველაფერს შემიძლია შეფასება მივცე, რომ მე შემიძლია წარმოვიდგინო ღმერთი ვინმეს როგორ მოქმედებს სამყაროში, ვიღაცას სჯის, ვიღაცას წყალობს. ანუ მე ჩემი ფიქრებით უკვე როდესაც მივანიჭე საკუთარ თავს ესეთი რამ, ანუ ნახეთ რა ხდება. ღმერთი ჩამოუყვანე ისეთ ადგილას და გარდაქმნილი ისეთად, რომელიც ის სინამდვილეში არ არის. ადამიანის პრობლემა არის ყოველთვის ის, რომ ღმერთიც ჩამოყავს დაბლა თავისი კანონები და თავის ფიქრებში და ასევე ქვედა სამყაროც, რომელიც არის ამასაც თავისნაირად გარდაქმნის. გახსოვთ ესეთი გამოთქმა არის, რომ ვაშლის ხისაგან შორს არ ეცემა. რაცნაირიც არის ხე, ისეთი არის მისი ნაყოფი. ამიტომ დახედავთ თუ არა ნაყოფს, თქვენ რითი ხვდებით ხოლმე იმას, რომ უჭირს თუ არა ხეს, ხო? გარეგნული მისი გამოხატულებები. შიგნით არ ვიცით მის ფეში რა ხდება, მაგრამ როდესაც დავხედავთ ნაყოფს, ხვდებით, რომ მას რაღაცა პრობლემა აქვს და მას შვება ჭირდება. ასევე არის ადამიანი. ანუ ადამიანმა იმდენად შეეცადა, რომ ნახეთ, მინდა გითხრათ, რომ ღმერთი ჩამოიყვანოს, როგორღაც მის კანონებში მოაქციოს. ანუ ხან არის შეკვეთაც მისცესო, იცი რა ესეა. ანუ იმდენად დარწმუნებულია ადამიანი იმაში, რომ ღმერთი მოქმედებს ესე ზუსტად, რომ ეს არის ძალიან სახიფათო გზა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ვიცოდეთ ერთი რამე. რა გააკეთეს ანტონი დიდმა, რა გააკეთა ყველაზე მთავარი პირველ ნაწილს გეტყვი, რომ ღმერთი იქ ზემოთ
ანუ იმდენ ხელა სიმდაბლე და იმ ხელა შინაგანი როგორ გითხრათ იცი აი სიმშვიდე იმდენად შინაგანი მორჩილება და როგორც დღეს სახარებაში იყო სიგლახაკე სულისა გამოიჩინა რომ ღმერთი იმ ხელაზე მაღლა იყო აწეული რომ მასთან საუბარიც მასზე საუბარიც ადამიანებს განწმენდილი და გასუფთავებული გულის გარეშე საერთოდ უჭირდათ ღმერთსაც როგორც ხსენება ძველ თქმაში მაგალითად ვიღაცა რო ეხსენებინა იაჰვე იცით რაც არის ხო ეს არ შეეძლო უბრალო ადამიანს ეხსენებინა დღეს სტიკაროს ნებსეულები ხოლმე ამასაც ჩაუვდი რომ იმდენად გაკადნიერებულები ვართ საკურთხეველთან იმდენად გაკადნიერებულები ვართ ჩვენ სამრევლო ტაძართან როდესაც შემოდივართ ტაძარში აი იმდენ ხელად აი ჩვენი ადგილი გონია რაღაცა და ჩვენ აი ეს დავკარგეთ ამითი მინდა იგრძნო და ის ადამიანები როდესაც უბრალოდ ღმერთის ხსენების ხმაზეც კი ცრემლი მოსდიოდათ და ასეთ ადამიანებს ღმერთის ანუ აი იესოს ლოცვას რო ეძახით უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე და ადამიანები ცრემლად იღვრებოდნენ იმიტომ რომ ღმერთის ხსენების ანუ ღმერთის სახელის ხსენებაზე ადამიანები რაღაც საოცარ შინაგან ფერის ცვალებას და შინაგან ცვალებადობას განიცდიდნენ და სიხარულს და ამ სიხარულით ცრემლი მოდიოდნენ მაგრამ ჩვენ იმდენად გაუხეშებულები ვართ შინაგანად და იმდენად ღმერთი აი დავიყვანეთ რაღაცეებამდე, დავიყვანეთ მატერიამდე, დავიყვანეთ ჩემ ფიქრებამდე, რომ ანუ აი ეს ღმერთის აღმატებულობის განცდა დაიკარგა ადამიანში და საერთოდ დაიკარგა შიში, ღვთისა და მოკრძალება. ანუ ადამიანი იმდენად დღეს ჩვენი პრობლემა ზუსტად ეს დგას, ეკლესიის ცხოვრებაში დგას, სამღვდელო პირების ცხოვრებაში დგას. იმიტომ რომ ისე საუბრობს ადამიანები, მათ შორის ისე საუბრობენ, ისე თავდაჯერებულად თითქოს აი ღმერთი ელაპარაკებოდეს ადამიანს და ოდნავი მცირედი რაღაც თანდაბლობა რომ მე ასე ვფიქრობ, ღმერთო ნეტა ასე იყოს, ანუ უნდა იმშნეოდეს, ოდესაც ღმერთს ახსენებ ადამიანი და ღმერთზე საუბრობ აუცილებლად ეს შინაგანი თანდაბლობა უნდა მოდიოდეს ადამიანში. აუცილებლად უნდა გამოსჭიოდეს რომ რამე სიფრთხილით ვილაპარაკო, რომ რამე ისეთი არ თქვა, რომ ადამიანები დააბრკოლო და ადამიანები მოკლედ სულიერ გზას ააცილო და ააცილო მოკლედ სადმე ღობე-ყურეში გადაიყვანო. ამიტომ დანიშნულება ადამიანისა რა არის? ჩვენი დანიშნულება როგორც ქრისტიანების არის ესეთი რა ღმერთი მუდმივად ზემოთ იყოს, ანუ ზეცაში, ანუ რას გულისხმობს ზემოთ, იცი? აი სადღაც განშორებული ჩვენგან, არამედ სადღაც უდიდეს სიწმინდეში, უდიდეს ისეთ აი მიუღწევალ მდგომარეობაში, სადაც ჩვენ ვცდილობთ უბრალოდ რომ საკუთარი ჩვენ მას მიუახლოვდეთ, სადაც ვეცდებით უბრალოდ მასთან მიახლოვებას. და სამყარო კიდე, ანუ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, აი ეს მატერია და ადამიანები ჩვენ უნდა გარდავქმნათ და ღვთის შესაწირის სადარი გავხადოთ. მე ბევრჯერ ვიტყვი თქვენთვის, ადამიანის შემწირველი გავს თავის შეწირულს. რასაც წილავ, იმას უნდა ემსგავსებო. როდესაც რა გულითაც წილავ ადამიანი, იმას ემსგავსები. შესაწირი შენი არის შენი გულიდან გამომდინარე, ადამიანის გულიდან გამომდინარე არის. როგორიც არის შენის გული, ისეთია შენი შესაწირი და შენ გავხარ შენ შესაწირს. ამიტომ ჩვენ როდესაც რაიმეს ვწირავთ სადმე, ანუ ღვთის გულისათვის ვაკეთებთ, ის უნდა იყოს გარდაქმნილი, ის უნდა იყოს ლამაზი, ის უნდა იყოს მშვენიერი, რასაც მოკლედ ადამიანი შეძლებს. მაგრამ აი აქ არის ერთი მაგრამ. რა გვეღობება ჩვენ? აი ჩვენსა და ღმერთს შორის რა არის ყველაზე მთავარი? რაც დაანგრია აი ანტონი დიდმა, მინდა მიგახვედროთ მისი საოცარი ცხოვრება. ეს არის ადამიანის ეგოიზმი. მე ყველაზე მთავარი კედელი, რომელიც დგას ჩემსა და ღმერთს შორის, არის ესეთი, როგორ გითხრათ, იცი? აი დიდი მყარი კედელი, რომელიც ჩემსა და ღმერთს შორის დგას. ეს ვარ მე და ეს არის ღმერთი. და ამიტომ ნახეთ როგორი რაღაც არის მადლის გარეშე ამ კედლის დანგრევა და ამ კედლის მიღმა გრძნობა ღმერთის არის შეუძლებელი. გახსოვდეთ ეს რომ ეს კედელი თუ არ დაინგრა შეუძლებელია და ეს კედელი გაფიტკირებულია რით იცი საკუთარი ამპარტავლებით, საკუთარი ეგოიზმით, საკუთარი თავის მოყვარულობით. აი ესე გაფიტკირებული არის ეს კედელი და არ გვიშვებს ჩვენ იქამდე რომ ღმერთამდე გადავიდეთ. ანუ ღმერთის თანაზიარები გავხდეთ. კედელია აღმართული საშინელი მოკლედ ჩვენსა და ღმერთს შორის. და აი ნახეთ
თუ კი ნახავთ თქვენ ანტონი დიდი მეოთხე საუკუნის მოღვაწე არის და იმ დროისათვის იცით რომ წარმართობა არსებობდა და რატო არსებობდა წარმართობა? იმიტომ რომ მრავალღმერთიანობა იყო. რატო იყო მრავალღმერთიანობა? იცით რატომ იყო? ადამიანმა რომელმაც ეს კედელი ვერ დაანგრია, იქით ვერ ხედავს ღმერთს. და როცა მე ამ კედლის იქით ჩემი ეგოიზმი და პატიმოყვარეობა ღმერთს არ მანახებს, მე ღმერთი მჭირდება, მაშინ უნდა გავაღმერთო რაღაცა ისეთები, რაზეც მე არ შემიძლია ზემოქმედება და ამიტომ აღმერთებს ადამიანი მზეს, გააღმერთებს მთვარეს, გააღმერთებს ნივთებს, გააღმერთებს სტიქიებს, რომლისაც ეშინია და ძრწის. ვაიმე თუ მზე არ ამოვა, ხო ჩვენ დავიხოცებით, ისე იგი მაშინ გამოდის მზეა ჩვენი ღმერთი. თუ ნილოსი ეს ეგვიპტური ის არის, თუ ნილოსი არ ადიდდება და თავისი კალაპოტიდან არ გადმოვა, არ მოირწყვება ჩვენი მოკლედ მიწები და თუ არ მოიწყვება ჩვენი მიწები, მაშინ ჩვენ შიმშილი დავიხოცებით და მაშინ გამოდის ნილოსია ჩვენი ისე იგი ღმერთი და ასე და ამგვარად ადამიანმა გააღმერთა, ცხოველები გააღმერთა, მოკლედ აქაური სამყაროდან ყველაფერი, მაგრამ რატომ მოხდა ეს? იმიტომ მოხდა ეს, რომ ადამიანს არ აქვს საშუალება ეს კედელი დაანგრიოს, არ უნდა ამის დაანგრევა, როგორც ამას წინა თქვი და დავწერე კიდეც, რომ ადამიანს არ უნდა ეს სინდისის წინაშე დადგეს და ჩამოშალოს ეს საკუთარი ეგოიზმი და პატიმოყვარეობა, არ უნდა. ჩემსა და ღმერთს შორის აღდგენილია, აღმართულია უდიდესი მოკლედ კედელი, რომელსაც ქვია ეგოიზმი და ამპარტავნება მათ შორის, ეს არის პატიმოყვარეობა და საკუთარი თავისა და აზრის დიდად მინდობა, რომ ეს არის ის, რითიც ადამიანმა უნდა იმოქმედოს და აქ ღმერთი არის ფაქტობრივად ადამიანში მკვდარი. იმიტომ რომ ადამიანს უნდა ღმერთთან მისვლა, მინდა გითხრათ, არ გეწყინოთ, მაგრამ ქრისტე აქვე ეკლესიაში მყოფი ადამიანებიც ამ დღეში არიან. ამ კედლის დანგრევა არავის არ უნდა, შეწუხება საკუთარი თავის არავის უნდა არსებული რაღაცა მდგომარეობის შეცვლა, რაღაცა სარგებელი აქვს ადამიანს შინაგანად თითქოს ოდნავ სული ეს იმშვიდეს გზნობს და ეს რატომ უნდა დავანგრიო? არ უნდა ადამიანს შეიცვალოს ზოგადად, არ უნდა ადამიანმა რამე დაძრას, ეს თავისი ეგოიზმი გადაატრიალოს. და აი დგება რაღაცა გარკვეული მომენტი, აი როგორ რაღაცაზე არის, იცი? გაქვთ თქვენ ალბათ ალექსანდრე დიუმას გრაფ მონტე-კრისტო, წაკითხული ალბათ. გაიხსენეთ, აბატი ფარია, როდესაც იფის მაში არიან ჩაკეტილები უკვე და მიურჯიან სამუდამო სასჯელს, ერთ საკანში არის აბატი ფარია და აქეთ არის მოკლედ დანტესი. და გაიხსენეთ, როგორი რაღაც ხდება, რომ დანტეს მოესმება ხმა, კაკუნის ხმა მოესმება. და რა არის ეს კაკუნის ხმა? თურმე იქიდან აბატი ფარია თხრის მოკლედ გვირაბს. და როდესაც ამ ხმას გაიგებს, რომ გვირაბს თხრის იქიდან ვიღაცა, აქედან დანტესის დაიწყებს გამოთხრა საკუთარი მხრიდან ქვისა და საბოლოო ჯამში მოხდება რა? ეს გვირაბი გაიჭრება, ამ დიდი კედლის გვირაბი გაიჭრება და აი ამ კედლის გვირაბის გაჭრის შემდეგ ისინი ერთმანეთს ხვდებიან და დანარჩენი თქვენი იცით რა და როგორ არის. მე მაგალითად არ მომყავს ის შურის ძიება და ის, მაგრამ მთავარი მაგალითი მოგიყვანეთ ის, რომ როგორ შეხვდებიან ესენი და მე მინდა გითხრათ, როდესაც ღმერთი ხედავს ადამიანის წუხილს, როდესაც ღმერთი ხედავს, რომ ადამიანს ამ საკუთარი ეგოიზმის შველა უნდა, როდესაც ადამიანი აი თუნდაც ამ დანტესის მსგავსად აი ამ გამოკეტილ რაღაცა ოთახში, სადაც თვითონ არის, ანუ ისე იგი ვეღარძლებს, ცუდად არის, რაღაცა თავისუფლება უნდა, რაღაცა ანუ იცის ამ კედლების მიღმა უნდა გასვლა, ღმერთთან შეხვედრა უნდა, ახალი ცხოვრების დაწყება უნდა და აი ამ დროს აბატი ფარიას მსგავსად ნახავ, რომ როდესაც შენ თავმდაბლობით, როდესაც შენ ყველაზე მთავარი სინანული, როდესაც შენ მორჩილებით და საკუთარი სულის სიგლახაკით და დამორჩილებით საკუთარი ბედისა და საკუთარი შინაგანი მდგომარეობისა იწყებ გამოთხრას, აი ამ კედლის დაშლას და ამ კედელში თუნდაც გვირაბის გაყვანას, ხვდები, რომ იქიდან ღმერთი თურმე თავისი საოცარი სიყვარულით უკვე დიდი ხანია შენსკენ მოდის. დიდი ხანია შენსკენ მოდის და მას აი ზუსტად ეს შეხვედრა უნდა ადამიანი. და როდესაც მაშინ ხვდება ადამიანი ღმერთს, აი ესე მოხდა ანტონი დიდის ცხოვრებაში.
ერთხელ მივიდა ანტონი დიდი ტაძარში, აი ამ ძიების პროცესში და მივიდა და სახარებას კითხულობდნენ. ნახეთ რა მცირედია ხან საჭირო და საკმარისი. მივიდა და სახარებას კითხულობდნენ ასეთი კითხვა, ვინც ვისაც უნდა რომ შემომიდგეს მე, დატოვოს ყველაფერი და გამოყვეს, აიღოს საკუთარი ჯვარი და გამოყვეს მე. გამოვიდა ანტონი დიდი ტაძრიდან და მას მერე ამ სიტყვებზე ფიქრი არ ასვენებდა მას. და საბოლოო ჯამში ადამიანმა რომელმაც არც თუ ისეთ ცოტა მემკვიდრეობა მიიღო საკუთარი მშობლებისაგან, აი ამან არ მოასვენა და მან გაყიდა ყველაფერი, დაურიგა გლახაკებს, საკუთარი და ყავდა და ის დაც მაშინ მიიყვანა ერთ-ერთ მონასტერში, მაშინ ახლა მონასტრები არ არსებობდა, მაგრამ ქალწულთა სახლები არსებობდა, გოგონები რომლებიც ქალწულებით ცხოვრობდნენ და ისე იგი ღვთის ერთგულებით ცხოვრობდნენ და აი იქ მიიყვანა საკუთარი და რამოდენიმე ხნის მერე იმდენად მადლიანი იყო ალბათ ეს ოჯახი და მადლი იყო მათზე, რომ ეს მისი და აი ამ ქალწულთა სახლის წინამძღვარიც გახდა. და აი წავიდა ანტონი დიდი უდაბნოში, განმარტოვდა განეშორა და წავიდა უდაბნოში და დაიწყო საკუთარი აი ამ კედლის, რომელიც ადამიანსა და ღმერთს შორის არის აღმართული, მოკლედ თავისთავად მოღვაწეობა და კიდევ უფრო მეტად დაშლა, რომ მეტი ღმერთი ყოფილიყო ადამიანის ცხოვრებაში. რაც უფრო მეტია ადამიანში ღმერთი, მით უფრო ადამიანური მასში არის მეტი, რაც უფრო ცოტა ადამიანში ღმერთი, მით უფრო ადამიანში ადამიანობაც კი არის ნაკლები. აი ნახეთ დღევანდელი ცხოვრება რა არის. აი მინდა დღეს გავავლოთ დღევანდელ ცხოვრებასთანაც პარალელი და აღმოაჩენთ ერთ რამეს, რომ თურმე არაფერი არ შეცვლილა. ადრე ადამიანი აღვერთებდა მზეს, აფიქრდა ადამიანი მიხვდა დღეს, გამოიგონა რაღაცა გარკვეული ხელსაწყოები და მიხვდა რომ მზე ესია, თვარეზე ავიდა და დაათვალიერა, ვარსკვლავებს მიუახლოვდა და ნახა რაც არის, ანუ აღარ აშინებს ადამიანს ეს კოსმოსი, მივიდა ადამიანი რაც მანამდე გაღმერთებული იყო, ყველაფერი მოკლედ მიმოიარა და თქვა რომ ჩვენ უკვე სწავლულები ვართ, ჩვენ უკვე მეცნიერება შევიმეცნე და ვეღარ მოგვატყუებ ჩვენ იმას, ნახეთ რა ხდება, ვეღარ მოგვატყუებ ჩვენ იმას, რომ აი ღმერთები არსებობენ და რაღაცა და კიდევ მეტად გახისტა და რა მოხდა, ნახეთ დასავლურ სამყაროში, სადაც აი როდესაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები გაიყო, დასავლეთის ეკლესიამ პირველი რაც უარყო, რომ ღმერთთან შეხება და ღმერთთან ურთიერთობა ეს არის მადლის მიერად შეუძლებელი. აქ იყო მე-15 საუკუნეში იცით თქვენ გრიგოლ პალაბა, რომელმაც მოკლედ დაამარცხა შემდეგ ეს კრება ჩატარდა მართლმადიდებელ მოკლედ აღმოსავლეთში და მივიდეთ რა, აი დაუკვირდით ძალიან კარგად, რომ რა არის დღესაც ვიძახით ადამიანის პრობლემა. რა არის დღეს, აი რომ ღმერთს კარგავს ადამიანი, რატომ? იმიტომ კარგავს, რომ გასასვლელი ამ კედლის იქით მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელს სწავლებას აქვს. რატომ? რომ ღმერთი შეიძლება მადლით ვეზიაროთ ღმერთს. ჩვენ შეგვიძლია ეს კედელი ეგოიზმისა დავამტკიცოთ. როდესაც ნიჩე ებრძოლება მერე უკვე დასავლეთში ამ სარწმუნოებას და ქრისტიანობას საერთოდ დასცინის. რატომ? იმიტომ რომ ის იზრდება იმ დასავლეთში, სადაც წარმოიდგინეთ, რომ მამა ყავს მღვდელი. ნიჩეს მამა ყავდა მღვდელი და მისი შვილი იყო ყველაზე, ესე რომ ვთქვათ, სოფლიო ლიტერატურით თუ ავიღებ და აზროვნები ყველაზე დიდი ათეისტი. რატო რა მოხდა? იმიტომ რომ რა აზრების და ფიქრების მათ ჰქონდათ მაშინ ღმერთზე, რომ ღმერთი იქ არის, სადღაც არის და მასთან ურთიერთობა ადამიანს შეუძლებელი არის ადამიანისთვის, აი ამან შობა ზოგადად ის, რომ ისე იგი აზროვნება ადამიანის და წეღარით იცდავდა, ჩემი ფიქრები და ჩემი აზრები არის ყველაზე დიდი ღმერთი. და ადამიანმა დღეს უკვე საკუთარი ეგო სამუდამოდ გააღმერთა. სამუდამოდ გააღმერთა ადამიანმა თავისი. რატომ მოვდივარ ჩვენ ტაძარში? რატომ მოვდივარ და რა არის მართლმადიდებელი ეკლესიის დანიშნულება დღეს? ის რომ ქრისტესთან მიახლება, ქრისტესთან თანაზიარება, ღმერთთან ყოფნა, ეს არის რეალური რამ. ეს არის ადამიანის ეგოიზმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამშლელი რამ, რომ ეს კედელი ჩვენსა და მარადილ სასופელოსა და ჩვენსა და ღმერთს შორის უბრალოდ დაიშალოს. და მთელი ეს წიგნი, აი მე მინდა გითხრათ, ადრეც გითხარით, არსებობს ესეთი წიგნი, ფილოკალია,
მშვენიერებად მოყვარეობა ქართულ ენაზე რომ გადაითარგმნოს და პირველივე მისი ნაშრომებიც არის ანდონი დიდის ნაშრომები. მისი მუხლები არის პატარ-პატარა მუხლები და რას ვნახულობთ, აი რაც ახლა მეკითხარით, სახში თუ მივხარ და მე მოკლედ თქვენ ამას წაიგითხავთ, რამოდენიმე მუხლს მეც წაგიკითხავ, მიხვდებით რას? აი რაც ახლა გითხარით, რომ როგორ ანგრევს ანდონი დიდი საკუთარ აი ამ კედელს. ანგრევს კედელს მასსა და ღმერთს შორის. აი ეს ღმერთი რომ შემოვიდა და უთხრა დატოვე და გამომყევე მე, ღმერთის ძახილზე, აი როგორც წელა მითხრა, დაბატი ფარიას კაპონზე გამოეხმაურა და დაიწყო გამოთხრა საკუთარი აი ამ კედელისა. და აი მთელი ეს, ისე იგი მთელი მისი ეს, ისე იგი რაც არის მოცემული, აი სწავლება არის საოცრად, აი აქედან უნდა შეხედოთ, აი 170 არის სულ, 170 მუხლი არის და აი აქედან უნდა შეხედოთ, რა საოცარი არის ანდონი დიდი და მე ამასთან ერთად გული მოგდის, რა საოცარი არიან წმინდანები. როგორ ესე რუტუნები, როგორ დაუღალავთ, როგორი შრომით ანგრევენ საკუთარ ეგოიზმს, საკუთარ პატივმოყვარეობას, საკუთარ ნეს, რომ ღმერთი წყურია, ღმერთთან მისვლა უნდა, არაფერი მასზე ღმერთზე ძვირფასი მათთვის არ არის. აი დღევანდელ სამყაროში კიდე მოდი შევხედოთ, აბა ვისთვისაა ძვირფასი ეს, როგორი ეგოისტებია, როგორ ერთმანეთს ვერ უთმენთ ვერაფერს. ოდნავი ისე იგი ცხენინების გადატანა არ შეგვიძლია. ვინმე შეეხოს ჩვენ ეგოიზმსა და პატივმოყვარეობას შეიძლება ადამიანმა საშინელი საკუთარი სახე გამოავლინოს და საშინელ რაღაცაში ჩავარდეს. აი მე რამოდენიმე მუხლს წაგიკითხავთ, რომელიც მე 4 მუხლი გამოვარჩიე პირობითად, და გამორჩევა უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ მინდა რომ 4 მუხლი ახსნა განმარტების გარეშე უბრალოდ წაგიკითხავთ. მეშვიდე მუხლი არის ესე. ის კი არ უნდა თქვას ვინმე, წარმოიდგინეთ ანდონი დიდი ზის და ეს ფიქრები მოსდის. ანუ ეს არის მისი გავლილი გზა. და წარმოიდგინეთ ზის და დაიბადა უბრალოდ აი სიწმინდეში, როდესაც არის დაიბადა ეს ფიქრი. ის კი არ უნდა თქვას ვინმე, შეუძლებელიაო ადამიანისთვის სათნოებითი ცხოვრების მიღწევა. არამედ ის, რომ იოლი არ არის. ზის და ფიქრობს, იოლი არ არის, ძნელია, რთულია, ჩვენ ბევრჯერ არც თუ ნებისმიერისთვის არის იგი ადგილსაცდომი, ან ნებისმიერ ყველაც ვერ მიღწევი აღწევს ამას. არამედ ეზიარებიან სათნოებით ცხოვრებას ადამიანთა შორის ისინი, რომლებსაც კეთილმსახურებითი და ღვთისმოყვარე გონება აქვთ. მართლაც, ჩვეულებრივი გონება ამქვეყნიურია და ცვალებადი. ავლენს რა როგორც კეთილ, ასევე უკეთურ აზრებს. რადგან იცვლება იგი ბუნებითად და ნივთისკენ გარდაიქმნება, ანუ ნივთიერი სამყაროსკენ, ამაწუთი სოფლისკენ გარდაიქმნება. ხოლო ღვთისმოყვარე გონება დამსჯელია ბოროტებისა. პირველ რიგში დამსჯელია ადამიანში ბოროტების. ადამიანებში რომ ნებაყოფლობით აღმოცენდება დაუდევრობის გამო, ანუ დაუდევრობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ადამიანი, რომელიც აი ჩვენ ვიცით ხომ რომ მიედმოედება რაღაცას. ეკლესიაში ვერ გაიგებ რა უნდა. ესეც უნდა, ისიც უნდა, აღსარებაც უნდა, ზიარებაც უნდა, გარეცხოვრებაც უნდა, ისე იგი, რავი, ფულიც უნდა, ყველაფერი უნდა, ეს არის დაუდევრობა და იძახის, რომ ადამიანებში რომ ნებაყოფლობით აღმოცენდება დაუდევრობა, ეს არის ყველაზე დამსჯელი მოკლედ ადამიანისთვის. მერვე მუხლი. უსწავლელი და დაბიონი სასაცილოდ მიიჩნევენ სწავლებებს და მოსმენაც არ სურთ, რადგან ამით იმხილება მათი უსწავლებლობა. ანუ სულიერ ცხოვრებაში გულისხმობ, ეუბნები ადამიანს სულიერ ცხოვრებაზე გიყურებს და ანდონი დიდი ფიქრობს, ამდენ ადამიანთან ისაუბრა და დასკვნა გააკეთა, რომ უსწავლელი და დაბიონი, ანუ როდესაც ადამიანმა არ იცის ამ სულიერ ცხოვრებაზე არაფერი, უსწავლელი და დაბიონი სასაცილოდ მიიჩნევენ სწავლებებს და მოსმენაც არ სურთ, რადგან ამით იმხილება მათი უსწავლელობა. ხოლო სწადიათ კი, რომ მათივე მსგავსი იყოს ყველა. ანუ ესეთ ადამიანებს, ვინც სულიერ ცხოვრებაში წინ არ მიდის, გახსოვდეთ, მათ სურთ, რომ ყველა მათნაირი იყვეთ და ძალიან განიცდიან, როდესაც ბევრჯერ მიჰყვავს თქვენთვის ვინმე
ახალი მომიდა ტაძარში, ან ვინმე უფრო წარემატა სულიერ ცხოვრებაში და მასზე უფრო მეტი ნაბიჯი გადადგა, ამაზე ძალიან ღიზიანდებიან და შინაგანი გულისწყნები აღჭურთ ხოლმე. და ამგვარადვე ცხოვრებითა და ჩვევებით აღვიხსნილი იმას ცდილობენ, რომ მათზე უარესი იყოს ყველა. გონიათ რა, რომ უკეთურთა სიმრავლის ყვალობაზე თავიანთ თავს ბრალ დაუდებლობას მოუპოვებენ. მოუძღვრებული სული წარიწყმიდება და იმღვრება ბოროტებისაგან. აქვს რა მას თავის თავში და ჩამოთვლილია. ნახეთ რა აქვს ასეთ ადამიანს, რომელსაც უნდა რომ თავიზე მეტი არავინ არ იყოს. ცდილობს რომ მასზე უარესი იყოს ყველა, იმიტომ რომ ის მე ამითი თავს გაიმართლებს, რომ იცი რა, მე ყველაზე უკეთესი ვარ და საკუთარ თავს თითქოს მოუტანს ბრალ დაუდებლობას, რომ მე ყველაზე კარგი ვარ, ამიტომ ისე იგი მე ყველა ცოდვა მეპატიება და წმინდანი ვარ თითქმის და ნახეთ რა არის ჩამოთვლილი. ამ ბოროტებაში მყოფი ადამიანი რას მოუტანს საკუთარ თავს? გარყვნილება, ამპარტავნება, უძღებება, მრისხანება, კადნიერება, ძვინვარება, კვლელობა, დორტვინვა, შური, ნაყროვანება, კაცებლობა, დათრგუნულობა, სიცრუე, გემოთმოყვარეობა, მერყეობა, შეწუხებულობა, შიშრობა, დასნებოვნება, ღვარძლი და განკიცხველობა, მოშვებულობა, ცდომილება, უმეცრება, შემაცდენლობა, სხვისი, ღვთის დავიწყებულობა, ანუ ეს ყველაფერი ღვთის დავიწყებით მთავრდება. ამადგან და ამად მსგავსთაგან ისჯება უბადრუკი სული, თავისი თავის გამიჯნელი ღვთისაგან. ყოფითი იმედებით ცდუნებულებს, ნახეთ შემდეგ, ყოფითი იმედებით ცდუნებულებს და მხოლოდ დღას სიტყვით მცოდნეებს იმისას, რაც უმშვენიერესი ცხოვრებისათვის არის საღვაწი, იგივე სჭირდება. ანუ იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან, ცოდნა აქვთ, მაგრამ ნახეთ ეს მეორე კატეგორია ადამიანებისა, რომ უმშვენიერესი ცხოვრებისათვის არის საღვაწი, იგივე სჭირთ, რაც იმათ, რომლებიც წამლებსა და სამკურნალო საშუალებებს მოიხმარენ, მაგრამ თუ როგორ უნდა მოიხმარონ, არც უწყიან და არც აწუხებთ ეს. ამიტომაც ჩვენგან ჩადენილ შეცოდებათა გამო ნურც ოდესმე ჩვენს წარმოშობას და ნურც ვისმე სხვას დავდებთ ბრალს, თუ არა მხოლოდ ჩვენსავე თავს, რადგან თუ თვით სულს ნებას მცონარება არ შეიძლება არ დამარცხდეს იგი. ანუ თუ კი ადამიანის თვითონ უნდა სიზარმაცე სულიერ ცხოვრებაში, თუნდაც ისწავლა რამე, მაგრამ ნახეთ რა სიძახის იმას გავსვა ესეთი ადამიანი, რომელსაც წამლები აქვს, წამლის მიღება შეუძლია, იცის ამ წამლის შესახებ ყველაფერი, ანუ გადმოიღო, წაიკითხა რა შველის, როგორ შველის, მაგრამ მისი არც მიღება და არც მისი გამოყენება არ უნდა სიზარმაცის გამო. აქედან იძახის ანტონი დიდი, რომ ასეთი ადამიანი აუცილებლად დამარცხდება. ვინ იცის თვითონ რამდენჯერ დამარცხდა ასე. ცხოვრებაში ალბათ დამარცხდა და მერე ყველას მოგვიყვა და გითხრა, რომ ესე არ გააკეთოთ. და ბოლოს ვიტყვით ახლა. ვისაც არ ძალუც განარჩიოს ერთის მხრივ რა არის კეთილი, მეორეს მხრივ კი რაგვარია ბოროტი, ამგვარ ვინმეს უფლება არ აქვს განსაჯოს კეთილნი და ბოროტნი. რადგან ადამიანი, რომელმაც იცის ღმერთი, კეთილია, ხოლო თუ ვინმე კეთილი არ არის, არც ცოდნია მას ღმერთი და არც არასოდეს ეცოდინება, ვინაიდან გზა ღვთის ცოდნისაკენ სიკეთე არის. აი, ეს 4 მუხლი წარმოიდგინეთ, აი 170 მუხლი არის. მე ამოგიკითხეთ უბრალოდ გამოარჩიეთ დღეისათვის კიდე ჩვენთვის შეიძლება რაც აქტუალური იყოს. და წარმოიდგინეთ უბრალოდ რომ რა ხდება ადამიანის ცხოვრებაში, რა ხდება ანტონი დიდის გზაში, რა გზა გაიარა ამ ადამიანმა, რა საოცარი გზა გაიარა, რომ ეს ფიქრისა და მსჯელობის გზა არის და გუშინ, როდესაც აი ამებს ვფიქრობდი
და როდესაც ამაზე ანდრონ დიდის კიდე სწავლებას ვიმეორებდი ხელახლა, ამან გამიჩინა დღეს რაც წარუმძღვარი წინ რომ რა არის ვიზახი რომ რა არის ის რაც მოკლედ რა არის ის რაც ადამიანს ზოგადად ეღობება წინ რა არის ადამიანს რაც ამ ცხოვრებაში ამგვარ ცხოვრებაში უშლის ხელს ერთადერთი ჩემ თავზე რომ დავფიქრდი რა არის მამა გიორგი რა გიშლის შენ ხელს იმაში რომ კეთილი იყო რა გიშლის შენ ხელს რომ რაღაცა ცოტათი მაინც მიემსგავს იმ ადამიანებს, რომელთაც ცხოვრებასაც ყოველდღიურად კითხულობ და მივხვდი ერთი რამის, მივხვდი იმას, რომ გადაზედმეტებულად გაღმერთებული გვყავს საკუთარი ეგო, საკუთარი თავი, საკუთარი აზრები, საკუთარი ფიქრები და ვცდილობთ, რომ სამწუხარო ისა, რომ ჩვენ ხო ესეთები ვართ და სამწუხაროდ ჩვენნაირებს ხვდით ჩვენს გარშემო ადამიანებსაც და სამყაროსაც ზოგადად. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი თუ კი მე მინდა რომ სამყარო გარდაიქმნას სიკეთისკენ თუ კი მე მინდა რომ ყველაფერი რასაც როგორადაც მე შინაგანად ფიქრი მაქვს რომ კეთილია და კარგი არის და ღმერთის არის ფიქრი თუ კი ეს მინდა მაშინ პირველი მე უნდა გარდავიქმნო მე უნდა შევიცვალო და ერთადერთი შეცვლა კი ეს არის საკუთარი ეგოიზმის საკუთარი პატიმოყარეობის მოკლედ დამარცხება ეს კედელი არის ის ჩემო მეგობრებო, თუ კი ამ კედელს არ აღმოვაჩენ და ვიტყვით, რომ ეს კედელი არ არსებობს, მაშინ არასოდეს არ მექნება შეწუხება. და თუ კი აღმოვაჩენ პირველ რიგში ამ კედელს, რომ ჩემსა და ღმერთს შორის ძალიან დიდი კედელი, მიუხედავად ჩემი მსახურებისა, მიუხედავად ჩემი ლოცვისა, მიუხედავად ჩემი წირვაზე დგომისა, მე ჩემ თავზე ვიძახი, მიუხედავად იმისა, რომ ეზიარები მაცხოვრის სისხლსა და ხორცს, ხვდები, რომ ეს კედელი მაინც არის ჩემსა და ღმერთს შორის და ეს შეხუთულობა, ეს დახუთულობა, ეს საკუთარი თავისუფლების არ განცდა, რომელიც კეტავს შინაგანად და საკუთარი პატიმოყარეობა და ეგოიზმი, მაშინ ვიწყებ უკვე რომ იცი რა, მოდი მე ეს უნდა დავშალო. და მჭირდება იარაღი. Ხელში უნდა დავიკავო რამ იარაღი რომ აიხლა ეს უნდა დავანგრიო. და რა არის ამის დამგრევა? გეტყვით სამ რამეს, ყველაზე მთავარს. ეს არის სინანული პირველ რიგში. ხელში უნდა გიკავოს მუდმივი სინანული საკუთარი ცხოვრების. ეს არის თავმდაბლობა და ეს არის მორჩილება ღვთის სიტყვის. სამი რამ თუ კი არ გააჩნია ადამიანს და ამითი არ არის აღჭურვილი, ეს არის ორი დანა, რომელიც ადამიანს უნდა გქონდეს ხელში და ფარი, რომელიც მესამე, რომელიც აუცილებელი არის ადამიანის ცხოვრებაში, თუ ეს არ არის ჩვენ, ეს კედელი იქნება მუდმივად ძალიან საშინლად აღმართული და ჩვენ თვითონვე დაგვტანჯავს. ჩვენ თვითონვე დაგვტანჯავს და უბრალოდ რას დავიწყებთ მე იცი? ქრისტიანობის ჩვენეულ შექმნას, ჩვენი რელიგიის შექმნას დავიწყებთ და რომ ვიცოდეთ ზუსტად ასეთი ადამიანები, რომელთაც საკუთარი ეგოიზმის დამარცხება არ უნდოდა, ქმნიდნენ განხეთქილებებსაც, მწვალებლობების წამომწყებებიც ისინი იყვნენ და ეკლესიაში და სამრევლოში ზუსტად ასეთ ადამიანებს შექონდათ დისონანსი, ასეთ ადამიანებს შექონდათ მოკლედ ერთმანეთს შორის შურის ერთმანეთს შორის განზაბულობისა, ერთმანეთს შორის უსიყვარულობის მოკლედ განცდება. ამიტომ უნდა ვიფიქროთ ჩვენ ამაზე. ჩვენ ამითი, რასაც ახლა დღეს ვისაუბრეთ, არა მხოლოდ ჩვენ თავს ვშველით, არამედ ჩვენს გარშემო მყოფ სამყაროსაც გადავქმნით და ჩვენი ამ საოცარი მდგომარეობით ნელ-ნელა მოდივართ ღმერთისადმი ტაძარში და ყველანი ერთად კი შევადგენთ მერე წმინდა და მაცხოვებელ გარემოს.